ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა ბევრისთვის უსიამოვნო და პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ თუ დააკვირდებით კარგად, მიხვდებით, რომ ადამიანის იდეალიზაცია სინამდვილეში არის დაცვა სიახლოვისგან. როცა გონია, რომ როგორც იქნა შეხვდი იმას, ვისაც შენი ბოლომდე ესმის, ძალიან გავართ ერთმანეთს და ასე. შემდეგ ასე რეალურად არ არსებობს, ეს ინფანტილური ამბავია, რადგან ნამდვილი სიახლოვე მხოლოდ ზრდასრულებს შეუძლიათ, სადაც ისინი თანასწორნი არიან, ხედავენ ერთმანეთში ღირსებებსაც და ნაკლოვანებებსაც, შავსაც და თეთრსაც, არც აიდეალებენ და არც აუფასურებენ ამის გამო. ახლა შეიძლება გამიკო, ხვალ შეიძლება ვერ და ეს ნორმალურია, რადგან არ არსებობს ყოვლის გამგებელი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მხოლოდ ერთი გამოხედვით ესმის. ეს უბრალოდ პატარა ბავშვის ოცნებებია იდეალურ დედაზე. ზრდასრული ურთიერთობები კი არის იქ, სადაც ორივე პარტნიორს შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვაც და მოფრთხილებაც და ერთმანეთზეც და არა ლტოლვა ჩვილი ბავშვივით სიმბიოზისკენ. რაშიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერც სიახლოვე და ვერც ჯანმრთელი, თანასწორი და პარტნიორული ურთიერთობა.